მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთხელ გაერთიანება, რომელიც რა თქმა უნდა მათი გარე პატრონების დავალებით მოხდა. და ამ შემთხვევაში ყველა ეპოქის, ყველა თაობის, ყველა მიმართულების ნაცი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ყველა დროის ნაციონალური მოძრაობა. თუმცა აქ ერთი რაღაც არის დასაფიქრებელი. რატომ არ გაერთიანეს გარე უფროსებმა ამ ჯგუფში პარტია ლელო და პარტია გახარია საქართველოსთვის. იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ მოქალაქეებს ამდენი ხნის განმავლობაში ვუხსნით და ჩვენმა მოქალაქეებმა ეს ძალიან კარგად გაიგეს და შესაბამისად აისახა კიდევაც საარჩევნო შედეგებში. ისინი ცდილობენ გარე ძალები, რომ ლელო და გახარია საქართველოსთვის გამიჯნონ ნაციონალური მოძრაობისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოქალაქეები შეიყვანონ შეცდომაში, ვითომ ისინი ცალკე ძალას წარმოადგენენ. არა და ყველა ერთი და იგივე ვერტიკალით იმართება. ყველა შევახსენებ, რომ გახარია საქართველოსთვის პარტნიორობს ნაციონალურ მოძრაობასთან 2021 წლიდან მოყოლებული და 4 მუნიციპალიტეტში ჰქონდათ კოალიცია შექმნილი და შეუქმნეს კიდევაც ამ მუნიციპალიტეტებს პრობლემა, მაგალითად რუსთავში ბიუჯეტის მიმართულებით და ასე შემდეგ. ასევე იმასაც შევახსენებ ყველას, რომ ლელო, გახარია, ნაცები გაერთიანდნენ ქარტიის გარშემო 2024 წელს. და როდესაც გახარიას პარტია ამბობს, რომ წითელი ხაზია ნაცებთან თანამშრომლობა 2024 წლიდან მოყოლებული, იმასაც შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ლელოსაც და გახარიასაც დაანონსებული ჰქონდათ, რომ 2024 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციას არ შექმნიდნენ ქართულ ოცნებასთან. შესაბამისად, ჩვენ რომ აგვეღო 59%, რა თქმა უნდა, ისინი კოალიციას ქმნიდნენ ნაციონალურ მოძრაობასთან. თუმცა მათი მესიჯ ბოქსიც იმაზე მეტყველებს, რომ ერთიანი ძალაა. ისინი პიროტექნიკით პოლიციელების წინააღმდეგ ბრძოლას ეძახიან მშვიდობიან აქციას, მზიამაღლობელს ეძახიან პოლიტპატიმარს, ქართულ გამჭვირვალობის კანონს ეძახიან რუსულ კანონს. ისინი ებრძვიან LGBT პროპაგანდის აკრძალვას საქართველოში, ებრძვიან ძალიან მსხვილი 6 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის შემოსვლა საქართველოში, ებრძვიან განათლების რეფორმას და ნუ დაგვავიწყდება კიდევ ერთხელ ყველას მინდა შევახსენო, რომ 2024 წლის ნოემბერში ის ამარცხინო წერილი, რაც ბრიუსელში გააგზავნა 4 პარტიამ, კოლექტიურმა ნაციონალურ მოძრაობამ, უშუალოდ ნაცებმა, ახალმა, ლელომ და გახარიამ, 4-ვეს ხელმოწერა რომ არის იმ წერილს, ბრიუსელისგან ითხოვდნენ საქართველოს დასანქცირებას. ეს ჩვეულებრივი ფაქტია და ამას ვერცად ვერ გაექცევიან. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ გადააჯგუფებენ გარე უფროსები. ჩვენი მოქალაქეები, როგორც უკვე აღნიშნე, ყველაფერს ძალიან კარგად ხვდებიან და ეს ყველაფერი აისახა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, ეს ყველაფერი აისახა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე, რის გამოც კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო და ჩვენს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადო. ქართველები კარგად აანალიზებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის დამცველი ძალა არის მხოლოდ ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენი მოქალაქეები კარგად ათვისნობიერებენ, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და სუვერენიტეტის დამცველი ერთადერთი ძალა არის ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. და ჩვენი მოქალაქეები მით უმეტეს ამ რთულ დროში კარგად აანალიზებენ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების ერთადერთი გარანტი არის ქართული ოცნება ბიზინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. და ვპირდებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ როგორიც არ უნდა იყოს წრეხი, ზეწოლა, შანტაჟი, გამორიცხულია, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯი უკან გადაგვადგმევინონ. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესებს და ჩვენი გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი გაკეთებული საქმე ამაზე მეტყველებს. დიდი მადლობა.